წყალდიდობა ხობის რაიონში გადაუღებელი წვიმების გამო ადიდებულმა მდინარე ხიდები წაიღო. დატბორილია სახლები და დახოცილია შინაური ფრინველი. სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა ხობის რაიონის სოფელ პატარაფოთის ტერიტორიაზე დამბები გაარღვია. შემთხვევის შედეგად დაიტბორა ათეულობით ოჯახი. წყლის დორემ საკარმიდამო მონაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. დაიღუპა შინაური ფრინველი და პირუტყვი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 4 საათზე მოვიდა სტიქია უკანა მხარიდან. ძროხები, გოჭები, ყველაფერი უკვე ეგერაზე მოდაყვანილი მყავს, ღორები არ ვიცი სადაა, ძროხები უკვე მიდორშია. მარანი დაიტბორა. რამდენჯერ ისა გაწვიმდება, სულ ასე მდგომარეობაში ვართ. გამოვიდა ის კაცი, ბიჭი მიდიოდა ფოჩი სამუშაო დილით 20 საათზე. ხო და ნახალ რო წყალი ჟონავდა და გააღვიძა მთელი სოფელი. და ასე ვართ დატანჯული. მთელი ღამის განმავლობაში დაზარალებული მოსახლეობა სტიქიაზე ბრძოდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამეგრელოს სამაშველო სამსახური. ხობის რაიონის გამგეობაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალს დღეს დილიდან ითვლის. დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციისათვის ჩვენ კომისია შექმნილი არის, ზარალს დავითვლით და მაქსიმალური დახმარება მოხდება მოსახლეობის სასარგებლოდ. დღეს დილიდან ხობის რაიონში წვიმამ გადაიღო სპეციალისტებმა მდინარე რიონს წყალგამტარი ფარები მოხსნეს, რის შემდეგაც წყლის დონემ კლება დაიწყო. მიღებულია ყველა ზონა, მუშაობს სამაშველო სამსახურები, მობილიზებულია ფოთის, ხობის მუნიციპალიტეტები, უკვე შემოვიდა ტექნიკა და იმ გარღვეულ ადგილებს იცადება სამშენებლო სამუშაოები, რაც ლოკალურად უკვე მოიცვა ყველაფერი ის, რომ მოსახლეობა დღეს არის ყოველგვარი ხარჯის გარეშე. სტიქიის გამო ამ დროისათვის სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რა ზარალი მიადგა წყალდიდობის შედეგად ხობის რაიონის მოსახლეობას, ეს ხვალ გახდება ცნობილი.